თაწმინდის პარკის ადმინისტრაციამ და TBC Art გალერეამ ერთობლივი პროექტი შეიმუშავეს, რომლის მიზანია თბილისი პარკის პოპულარიზაცია და ხელოვნების სფეროს წარმომადგენელთათვის ახალი art სივრცის შექმნა. ჩვენ დავიწყეთ შემოდგომის თბილ დღეებში ასეთი აქცია პროექტის ქვია ჩემი ფუნიკულორი, სადაც სამოდიან მხატვრები, ესა გახავთ TBC Art გალერეა, მათი ახალგაზრდა წარმომადგენლები, ახალგაზრდა თაობა და ამ თემის გარშემო ისინი ქმნიან თავიანთ ტილოებს, აცნობენ ჩვენს დამსვენებელს თავიანთ ხედვას და ყოველ კვირას ვცდილობთ, რომ რაღაც სიახლე იყოს. ორგანიზატორების სურვილია, რომ დაფუძნდეს ერთგვარი თბილისური მონმარტრი, სადაც ქართულ არტისტებსა და სტუდენტებს მუშაობისა და დამსვენებელთან ურთიერთობის საშუალება ექნებათ. მე ვფიქრობ, რომ პროექტი ჯერჯერობით შედგა უკვე ერთი თვეა, რაც ჩვენ აქ დავდივართ ყოველ კვირა დღეს. ძალიან ბევრი მონაწილე პროექტის აღმოჩნდა ის ადამიანი, რომელიც უბრალოდ ცეირნობს და უბრალოდ მოუნდა ხატვა. და მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან დადებითი და ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის პირველი ვთქვი ის რომ ეს არის ყოფილი ფუნიკულორის და ამ წუთში თაწმინდის პარკის მხარდამჭერი აქცია და მეორე ის რომ მხატვრებს აქვს ძალიან დიდი დადებითი ემოცია ამისაგან. ეს არის ძალიან კარგი. პროექტის მთავარი იდეაა კულტურისა და ხელოვნების მოღვაწეთა აქტიური ჩართვა პარკის რეაბილიტაციის საქმეში და მისთვის კულტურული ფუნქციის დაბრუნება. მე გავიგე ცოტა მოგვიანებით ამის შესახებ. ჩვენ ვართ აქ მეორედ. მე პირადად ვყავს ჩემი სტუდენტები წამოყვანილი, რომლებიც არიან ძალიან კმაყოფილები, იმიტომ რომ პრაქტიკულად პირველად არიან ესე პლენერზე და მუშაობენ საღებავებით. ძალიან კაი პროექტია და ეს არის საჭირო პროექტი, იმიტომ რომ დიდი ხანია ესეთი ენთუზიაზმით არ ყოფილა ძალიან ბევრი მხატვრები ამოვიდნენ, თვითონ ჩვენც ვმუშაობთ, პლუს ბავშვებიც მუშაობენ და უნდა გაგრძელდეს. პროექტში ჩემი ფუნიკულორი გალერეა Art Avenue ჩაერთო თავიდანვე. პრინციპში ჩაერთო იმ თვალსაზრისით, რომ აღწერდა მთელს ამ პროცესს ფოტო გადაღებების საშუალებით. შემდეგ აქედან გამომდინარე მოვიდა კიდევაც ის იდეა, რომ ჩაგვეცა ფოტოგრაფები, მოგვეწვია პროფესიონალებიც, არაპროფესიონალებიც და უფრო მეტად საინტერესო გამხდარიყო ეს პროექტი იმ თვალსაზრისით, რომ ასე ვთქვათ, შემოქმედებითვე აგვესახა. პროექტში მონაწილეობა ნებისმიერ სურვილს შეუძლია, ვინც Facebook-ის საშუალებით სურვილს გამოთქვამს. ნებისმიერ სურვილს შეუძლია მოსვლა, მაგრამ წინასწარ უნდა ვიცოდეთ, იმიტომ რომ ჯერჯერობით ტილოს ვყიდულობთ, საღებავს, ყველანაირ ინვენტარს, ანუ თუ კი მოგწერენ ან ჩემს კედელზე, ან არსებობს ეს პროექტი დევს ჩემი ფუნიკულორი. თუ კი იქ დაწერენ, მაშინ ჩვენ გვეცოდინება ვის უნდა ამოსვლა. 2 თვის განმავლობაში დაგროვილი ნამუშევრებით ძველით ახალ წელს პარკის ტერიტორიაზე გამოფენა მოეწყობა.